გაინტერესებს განსხვავებული აზრის მოსმენა. მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი. გამოცდილ წამყვანებთან და კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს შენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ნახავ და მოისმენ მხოლოდ აქ, საქართველოს ტალღაზე. გამოიწერე ჩვენი არხები და გვისმინეთ სოციალურ ქსელში, YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. მოძებნე საქართველოს ტალღა. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები, ხოლო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. მოგესალმებით ბატონო ედიშერ, დიდი მადლობა რომ ვსტუმრობთ. მადლობა თქვენ. მინდა თქვენთან საუბარი დავიწყოთ ერთი ძალიან საჭიროებო საკითხით, ესე იგი კვლავ დადგა დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება. ეს ბოლო პერიოდში განხილვის საგანი იყო, ამაზე ისაუბრა ბატონმა იოზვიაკმა, როგორც არის ცნობილი ჩვენი მაყურებლისთვის და ამასთან დაკავშირებით განცხადება ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც, მინდა ერთად მოусმინოთ ამ განცხადებას და შემდეგ უკვე გადმოვალ შეკითხვით. ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, თავისი წინაპირობები, სამწუხაროდ ჩვენაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, ასე რომ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება. დიახ, აი ესეთი მეტაფორა ჰქონდა ბატონ შალვა პაპუაშვილს. მინდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რამ შეიძლება ეს განაპირობოს. ბოლო პერიოდში თითქოს იყო ისეთი განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც ცდილობს გარკვეული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისული ნაბიჯები გადადგას დასავლეთის მიმართულებით. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში უფრო ამერიკული მხარესთან კომუნიკაციებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მაინც ეს არის დასავლური სივრცე. რატომ დადგა თქვენი აზრით კვლავ დღის წესრიგში ეს საკითხი? რას ემსახურება და რისი მიღწევა სურთ ამითი ბრიუსელში? მოგესალმებით ბატონო თენგო, მოგესალმები მაყურებელს და მინდა ვთქვა, დავიწყო სუმნათი აკაკის ლექსით. არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. ესენი ის ადამიანები არიან და სამწუხაროდ ევროპას დაუდგა ძალზედ ავი დროება. ძალზედ ავი ჟამიანობა შეიძლება ითქვას, ამ ხედველობაში მაქვს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ლიდერები, რომლებსაც ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც არც ერთ შემთხვევისათვის არ აკეთებდა საბჭოთა კავშირი. კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. არც ერთ შემთხვევისათვის არ აკეთებდა არც ერთი დამპყრობელი. არც ერთ შემთხვევისათვის არ აკეთებდა ის ადამიანი, რომელსაც ოდნავი გონება ჰქონდა თავში. საქმე რაში არის ახლა? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აქ ჩვენ მაგათ უჩვენეთ უმნიშვნელოვანესი რამ, რომელსაც ქვია, გვინდა თუ არა ახლა უამრავი ვარყოფითი გვაქვს ბატონო თენგის ჩვენ. როგორც ერს თქმა არ შეიძლება კონსტანტინე გამსახურდიაზე მეტი უკეთესად ვინ იტყვის ჩვენი თხილიო სულმუდამ ჯობდაო ბერძნულსო, მაგრამო მაინც ბერძნულს ვამჯობინებდითო, ხო? თუ დიდკაცი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაჭრილ ძერას ყვაყორნებიო, მაგრამ გვაქვს ერთი მაგარი რაღაცა, რომელსაც ქვია ბრძოლის ჟინი, რომლის გარეშეც ჩვენ დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდით. ნახეთ რა მაქვს ხედველობაში, რამან გააგიჟა უბრალოდ ესენი. ეს ცვედანები. ევრობიუროკრატიაზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევისათვის. ევროპის ხალხზე რაზეა ლაპარაკი? მე ევროპის ხალხი თვითონ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას ისე კი ბატონო და იქნება ეს აუცილებლად დღეს თუ ხვალ, აი ეს აუცილებლად იქნება. ნახეთ ცოტა მოშორებით დავიწყოთ პროცესები. ეპიდემია.
COVID ეპიდემიის დროს ერთადერთი ეკლესია სოფლიოს მასშტაბით და მართლმადიდებლურ სამყაროშიც, სადაც ეკლესიები არ დაიკეტა. სადაც გაუწიეთ სასწაული წინააღმდეგობა. ეს იყო როგორ გითხრათ. და მანამდე მინდა გითხრათ, ბატონ თენგიზ კიდევ ასეთი რამე. ნახეთ, როდესაც გადმოვიდა ის ავიძალები, ეს სააკაშვილის პერიოდზე მაქვს ლაპარაკი, შეტევაზე, მაშინ ჩვენმა სულნათმა პატრიარქმა რა თქვა? შობის დღესასწაულზე გახსოვთ, ყველამო დაანთეთო სანთელიო თქვენს სახლ ფანჯარასთან. ეს ომის გამოცხადება იყო ფაქტობრივად იმ ძალების მიმართ, რომლებსაც უნდათ ჩვენი რწმენის და ჩვენი იდენტობის ნავთსაყუდელის, რომელსაც ქვია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელზეც ფაქტობრივად დგას ქართული დგას და მომავალშიც იქნება ამაში უარწმუნებ ყველას ქართული სახელმწიფოებრიობა. აი და ბოლოს ნახეთ, ცოტა ჩაწყდარდნენ, ახლა ვერ მოვყვები მთელ რიგ პროცესებს, სხვა რომელმაც გაიარა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ვაშკაცური დგომა, რაც არ უნდა დაეკარგოს იმ კაცს და არც დაუკარგავს ისტორია ირაკლი ღარიბაშვილს. გახსოვთ ჩვენ ბორელს რომ იტყვიან ტყავი რო გააძრო. ცოცხლად გააძრო ტყავი და პირი უშრებოდა, ისე იმაში გურულები იტყვიან აწკლაპუნებდა პირს. ისა, როდესაც მედიასთან შეხვედრა იყო და განცხადებების კეთება მიმდინარეობდა. ეს იყო, როგორ გითხრათ, იცით, ეს იყო ქართული ხასიათის გამოვლინება. მე ვიტყოდი, ეს იყო იგივე დიდგორის ბრძოლა, ეს იყო იგივე შამქორი ბრძოლა და ასე შემდეგ. ხმლით თუ არ იყო და ესე იგი დაჯახებებით არ იყო, ეს იყო ქართული ხასიათის გამოვლინება და ქართული ვაჟკაცობის განსახიერება, რაც მაშინ მოხდა. შემდეგ, ამის შემდეგ, როგორც იტყვიან, ნახეთ 2022 წელი, ძალიან კარგად ვახსოვს, 24 თებერვალი. 24 თებერვლიდან და შემდეგ თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისი რა ხდებოდა საქართველოში. ეს იყო პირდაპირ მოწოდებები და ახლა უკვე აშკარად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ნახეთ მოვლენებს მინდა წინ გაუსწრო და თქვა მე არ მჯერაო. მასე მეც შემიძლია თქვა და ან თქვენ თქვათ, რომ თქვენ არ მჯერა როზე ხართ ამ სტუდიაში, მაგრამ მზივარ, ხო? ფაქტია. ობიექტური ჭეშმარიტება მაინც არსებობს იმის მიუხედავად ვინ ჯერა. ჯერა თუ არ ჯერა. აი ესა. ხო და ნახეთ როგორი სიტუაცია ყველა ჩვენთანგანს გვახსოვს, ის მეხუთე კოლონა, დაფინანსებული მეხუთე კოლონა, როგორ მოითხოვდა საქართველოს რომ გაეგზავნა ხელისუფლების ეგიდით ორი თვითმფრინავი. ხოლო ორი გვინდაო, მეტი არაო. ამერიკის ელჩიო ქალბატონით დეგნანი გთხოვდაო ამას. ახლა ეს როგორც თქვენ ზიხართ და გიყურებთ ახლა, მე დარწმუნებული ვარ ეს ასე იყო. ვინაიდან მე რა მოყვა ამას, ნახეთ როგორი მიტინგები იყო, რა ამბები იყო, მოხალისეების გაგზავნას ისედაც კიდევ დროის თხოვდნენ და ასე შემდეგ. გვეყო გონება ხალხზე მაქვს ლაპარაკი და ხელისუფლებასაც, რომ ჩვენ ეს არ გაგვეკეთებინა, თორე დღეს რომ იტყვიან აქ პირისაგან მიწისა აღგვილი იქნებოდა ყველა და ყველაფერი. მერე ნახეთ, აი როგორც იქნა ძალიან დიდი ბრძოლები იყო, მაგრამ ესეც ვითომ მოხარშეს. ესეც ვითომ გადახარშეს. მერე ძალიან კარგად მოგეხსენებათ ამისათვის მთელი რიგი დესანტები ყავდათ ახლა ჩამოსმული მიშა სააკაშვილის მეთაურობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მე ჩემი გადასახედიდან ხედავ, რომ ყველაზე მეტი თავზარი დასცა მათ არც მეტი, არც ნაკლები 17-მა და 22-მა მარტმა. თუ 23-მა მარტმა. ჩვენი პატრიარქის ღვთითმიცვალების დღეები. ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ახლა მე შოკი მიიღეს ერთგვარი, რომ აი მთელი წლების განმავლობაში რამხელა ფული დახარჯეს ამასთან ბრძოლაში და თავის თვალი დაინახეს, რომ წყალშია იქ ფული გადაყრილი. ჩემოთენგო, წიგნებში რო წამეკითხა და მე ნახა რომ ერეკლე მეფე როგორ დაიცვალაო, ზამთარში გარდაიცვალაო, მაგრამ ის რა ქვია არ წყდებოდაო თელავშიო სამგლოვიარო პროცესიაო. ვერ ვიჯერებდი რამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ თურმე 100 ჯერ გაგუნის ერთხელ ნანახი ჯობს.
ეს რაც ნახეთ საქართველოს ისტორიაში ასეთი არა აღწერილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ერთი მომენტი არის აღწერილი როგორი სიტუაცია იყო, რაც მინდა მაყურებელს მიხვდება ამას ბოლოს, როდესაც დავამთავრებთ, ერთი არის ამბავი არის აღწერილი, როდესაც 1895 წელი იყო თუ არ ვცდები, რომ ჩამოასვენეს განჯიდან საქართველოში ნიკოლოზ ბარათაშვილი, ასე აქვს რუსის ჟანდარმერიის უფროს გაგზავნილი პეტერბურგში მოხსენება, რომ ეს ვიღაცაო პოეტის ჩამოასვენესო, დედებიო, მიყავდათო შვილები და კუბოს ხელს ადებინებდენო. მეორე ფაქტი ვნახე, კაცო, ეს რა იყო? ღამის 3 საათზე მამას კისერზე უჯის პატარა ბავშვი და მამის თავზე თავი აქვს დადებული და ჩამოძინებული. ეს არის როგორ გითხრათ, ესე ამერის გატეხვა ყოვლად შეუძლებელია რა. და ამის როდესაც დაინახეს და უფრო მეტიც დამისახელეთი ერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელმაც სამძიმრის დეპეშა ან წერილი ან რაიმე გამოაგზავნა. არ არსებობს ასეთი. ახლა თქვენ ნახეთ, იმ ქვეყანაში სადაც ამბობენ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ რაც არ უნდა დაძაბულობა იყოს, გნებავთ უკვლელობა რომ იყოს ოჯახებს შორის, აი იმ პერიოდისათვის, როდესაც ეს ამბავი ხდება და ჩვენში იტყვიან 900 გადაღმაო, მიცვალებულის ამბავი, იქ უკვე დავიწყებულია ის წყენა, ის ყველაფერი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ადამიანები თუ შეიძლება მათ ეწოდოთ, გამოიყვანა ამან წყობიდან. ეხლა რა დარჩათ? მეტი არაფერი არ დარჩათ. ეხლა ნახეთ, სპეციალურად გაკეთდა ის სომხეთის მიმართ, რასაც აკეთებდნენ ჩვენ შესახედად, ხო? ესეთი რაღაცები. მე ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი არჩევანი სომეხ ხალხს. ჩვენი რა საქმეა ეს, მაგრამ მეორე ამბავი მინდა გითხრათ, ნახეთ, როგორ აკეთებენ, ვინც აირჩიეს ახლა სომეხში, იმას სომხეთი ევროპისაგან მიყვავს. შეგაი მამშვილო, 9 წელიწადი არის იქა. ის პრემიერ-მინისტრი და შენ უშლიდი და ან მე უშლიდი ხელს რო წაეყვანა ევროპისაგან? არა ბატონო, ეს არის მხოლოდ რისი სატყუარა გადმოგდებული, ძალიან კარგად მოიხსენება ჩვენ. ამიტომ ეხლა ამოწურეს აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი შესაძლებლობა. ყველა შესაძლებლობა ამოწურეს საქართველოს მიმართ, რომ საქართველოს წაეყვანათ თავის ჭკუაზე და საქართველო აღგვილიყო პირისაგან მიწისა. ფაქტობრივად რაში მდგომარეობდა ეს ერთადერთი რამ არის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი უჭირავს კავკასიაში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში, როგორ გითხრათ, იცით, შეუფასებელია მისი გეოპოლიტიკური როლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ხაზისათვის მისი მნიშვნელობა. ამიტომ უნდათ გარკვეულ ძალებს ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება. ხო და ამიტომ მათ უნდათ აქ ყავდეთ თავიანთი ნების შემსრულებელი მარიონეტული ხელისუფლება, რომელ მარიონეტულ ხელისუფლებას ახლა მაგალითად რასაც აკეთებინებდნენ თავის დროზე ამერიკელები კუბაში ბატისტას. აი ზუსტად ანალოგიური სიტუაცია. აი ასეთი ბევრი შეგვიძლია კიდე ამის მაგალითები თქვა ჩვენ როგორ იყენებდნენ ამა თუ იმ ხელისუფლებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დასავლეთის სახელმწიფოები. მარიონეტული სახელმწიფოები ზუსტად მეტი უარესები, მისშაზე მეტი უარესის დასმა უნდათ ახლა ადამიანი რო იმას იტყვის, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ახლა რომ საქართველოსიო ტერორისტთა უნივერსიტეტებიო, ბაზებს გელაბა უნივერსიტეტებიო, სადაც თურმე ჩვენთან უნივერსიტეტ დამთავრებული ტერორისტები არიან, ხო? ხო და ამას ხალი ლაპარაკობს, კაცო, ხალი, ორი შვილის დედა, რომელსაც დღეს თუ ხვალ ალბათ შვილიშვილებიც ეყოლება. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როგორი დავერბობკებულია. ანდა როგორი ის არის, რა ქვია, ფულის მოყვარული, რომ საკუთარ ოჯახსაც წირავს, ხო? ეხლა ბომბი არ ჩემს ვინმე შეგაიკაცო, ის არის, რა ქვია, ტაივანჩიკია თუ ივანჩიკია. არ ჩემს ამას. მერე თქვენ წარმოიდგინეთ როგორი სიტუაცია, კაცი, რომელიც გენშტაბის უფროსი იყო ერთ დროს, გამოდის და იმას ათქმევინებენ. რას ლაპარაკობს, რომ მეო ირანის ადგილას რო იყო საქართველოს ტერიტორიასო ბახო თბილისი ჯეიხანის საქართველოს მონაკვეთს დავბომბავდიო. აი ეს რას აძლევს თუნდაც მათ, აი რა პოლიტიკური დივიდენდი შეიძლება აქედან მიიღონ, მართლა ეგეთი რაღაც რომ მოხდეს, ჯვარი წერია ამ ქვეყანას, აი
რა мотиваცია შეიძლება პოლიტიკოს კონდეს რომ საკუთარი ქვეყნის დაბომბვა თან ირანის მხრიდან დაბომბვა უსუროს აი ამაზე რომ კონდეს აქცენტი გაკეთებული ეს არ მესმის ჩემო თენგის იცით რაშია საქმე იცით აი ასეთები ჭირდებათ ასეთი ტვინამოცლილი არსებები ჭირდებათ ტვინამოცლილი არსებები რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან რომლებსაც ალბათ ნება რომ ისცე ამ ქვეყანას გაანადგურებენ მიეცი ფული და კლასიკური გამოთქმა ხო საკუთარ დედებს გაყიდიან მყიდველი თუ გამოუჩნდა სხვა რა შეიძლება განცდა გაგიჩნდეს აქედან ყოველად მე გამოდიან სხვები და სხვები ის რო ყავდათ კიდე ერთი სულის ამოძრობით რო გვემუქრებოდა იმან თქვა დაუმოწმა იმ ქალბატონს ქალბატონი როგორ შეიძლება მას ეწოდოს ქალს იმ დედაკაცს თუ სულიერ არსებას დაუმოწმა რა თქმა უნდა საქართველოში ტერორისტა ეს არის უნივერსიტეტებია და ეს საერთაშორისო სამართლით მიღებულია და საერთო სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებებით რომ ტერორისტებთან მოლაპარაკება შეიძლება და ვინაც მამს რომელი სახელმწიფოებით მათ იფარებს მათ ფაქტობრივად აღარ გავაგზავნებთ ტერორისტულ სახელმწიფოდ აი ამ დონემდე მივიდნენ ხო და ეხლა იმადგან მეტი არაფერია, მაგრამ გაუძელით ამასაც და რანაირია ნახეთ ის უილსონი რომ არ გვეშვება. რის გამოც არ გვეშვება. იმის გამო არ გვეშვება რომ ფული ირიცხება აქედან. თორე სულ ცალფერზე კიდეა. მე მაგალითად მაყურებელმა როგორადაც ის უნდა ისე გამიგოს, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ დონალდ ტრამპს და გეტყვით რატო. ახსნი ამას. დღევანდელ რაც 75 წლის მანძილზე რას პროცესებსაც ახლა მე ვხედავ სულ მუდამ გვატყუებდნენ ერთადერთი რაიმის შესახებ დემოკრატია ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ რაღაცა აბსურდები და რომ იტყვიან პუტი-პუტები რა უნდათ რაღაცების მოტყუება ყოველ შემთხვევაში ვინც ტყუდებოდა მაგრამ გამოვიდა ამ მამაკურთხეულმა და თქვა სულ არ მაინტერესებს მე ირანში დემოკრატია იქნება და ადამიანს მე მინდა ნავთი და ფულიო ღმერთმა გაუმართლოს უნდა დაუფასოს ნავთი ამიტომ ლაპარაკობს ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არის ჩვენთან მიმართებაში. მათ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უნდათ როგორც ასპარეზი და არა ქვეყანა. და ამისათვის ყავთ აქ ისინი, ვინაც ნახეთ ახლა დღეს პრემიერთან, სანამ თქვენთან მოვიდოდი, პრემიერთან ინტერვიუს ის რა ქვია ბრიფინგი ქონდა ძალიან საინტერესო ესეც გვაქვს მე ესე რას ჩააცივდა რას ლაპარაკობდა რომელი ასე იგი ჩინეთთან შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს იმას რა ქვია ჩემო კარგო რუსეთს ჩინეთთან ურთიერთობა შეიძლება ყველა ჩვენ არ შეიძლება საფრანგეთს ბრიტანეთს ყველა ახლა ვიზა ლიბერალიზაციაზე გადავიდეთ კაცო ამ ეს ვიზა ლიბერალიზაცია არ ვიცოდი და ბაბუა ჩემი წოდა ცხონებული ბაბუაო ყურები იმიტომ არ იზრდებაო რომ ასეთ ამბებს მოისმენსო გეტყვით ახლა ვიზა ლიბერალიზაცია ევროპასთან ევროკავშირთან ქონია ნიკარაგუას და ნაურუს იმ სახელმწიფოებს რომლებსაც აღიარებული აქვს აფხაზეთი აბა რომელმა ერთმა მათგანმა განაცხადა პროტესტი იმ ევროკავშირმა თუ განაცხადა პროტესტი, განუცხადა ამ ნაურუსსა და ნიკარაგუას. არსებობს ასეთი და არ არსებობს. ამიტომ რა უნდა ნაურუს და ნიკარაგუას არ უქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოს უნდა გაუქმან. ამის შემდეგ მაყურებელმა თავად განსაჯოს ვინ არიან ეს გათახსირებული სუბიექტები რომლებიც რომ დაეთრევიან აქ და უბრალოდ დაეთრეოდნენ რისთვის დაეთრეოდნენ მე ის მაყურებს რომ აქ კიდე აქვს ვიღაცებს ილუზია რომ ეს ხდება ადამიანის უფლებების დასაცავად თურმე და ბრიუსელში არიან შეშფოთებულები რომ აქ ვიღაც ადამიანების უფლებები ირღვევა და ამიტომ მთელი ერი უნდა დასაჯონ ამის გამო აი ეს ნარატივი რანაირად მუშაობს მithumetes აი თქვენ სახსენეთ დონალდ ტრამპის აი ეს გულწრფელი პოლიტიკა შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ამა და არც ვეთანხმები მე პირადად ძალიან თქვენსავითვარ ჩემობატონო ნაბიჯებში მაგრამ ის რომ ის პირდაპირ გულწრფელად ამბობს რომ არანაირი ადამიანის უფლებები არ არის სახელმწიფო ინტერესებში არ შეიძლება რომ იყოს და ჩვენ მოქმედებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ეს დასაფასებელია მაგრამ აი საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ხო ისეთი ადამიანები ვისაც გულწრფელად წამს რომ ეხა ბრიუსელში იქ ფონ დერ ლაიენი შეშფოთებული არის აქ რომელიღაცა გეის უფლებები არ დაირღვეს და იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს ამას უწევს კულტივაციას აი ამ აზრს მაგალითად აი
ნიკა გვარამია იყო გუშინ ძალიან ისეთი ინტერვიუ ჰქონდა სხვა შორის ისაუბრა მის და მიხეილ სააკაშვილის წარსულ ტრფობაზე რაც ჰქონდათ ერთმანეთთან თუ არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ აქვთ თქვენი აზრით აი ამ ხალხს ამბიცია რო აქვთ ცხადია მაგრამ აი რა აძლევს ამ ხალხს ამ ამბიციის საფუძველს მათ აქვთ რეალურად იმისი რესურსი თუნდაც ქვეყნის გარეთ თუნდაც ქვეყნის შიგნით რომ რაიმე რეალური გავლენა მოახდინონ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენ ბატონო თანგო ნახეთ სიტუაცია მე რამდენი არჩევნებია უკვე მეათე არჩევნები ხო მეათე არჩევნები ადგილობრივი არჩევნები თვითმმართველობის თუ საპარლამენტო არჩევნები როგორი გაფარჩაკებული თუ საპრეზიდენტო არჩევნები როგორი გაფარჩაკებული აღმოჩნდა ეს ხალხი ეხლა საქმე რაში მდგომარეობს საქმე იმაში მდგომარეობს რომ ნახეთ ქართველ კაცს აქვს საოცარი გამოთქმა შეძახება მხე გაახმოვა უპირველეს ყოვლისა მოდი აი ეს საზოგადოება მიცის მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ ყველაზე მეტად ჩვენ დარტყმა მიგვაყენეს ახალგაზრდობასთან ახალგაზრდობასთან და ეს იყო მიზანმიმართული ეს იყო გაწერილი გეგმა რომელი გაწერილი გეგმის მიხედვითაც ახალგაზრდობა უნდა გამოვცვლოდა ქვეყანას უნდა გამოვცვლოდა ახალგაზრდობა ხელიდან ახალგაზრდები ხართ თქვენ ამ ქვეყნის ყველაზე მეტი ძლიერი ძალა და ასე იყო ადათაგან ასე და ბაბათაგან და ასე იქნება ალბათ სანამ კაცობრიობა იარსებებს აბა ჩემი ხნის ხალხი ეხლა ჩვენ აწინ ჩემო ბატონო მიმოვალი ვართ იმ ქვეყანაზე და თქვენ ხართ მომავალი და ღმერთმა ისე ალბათ ახალგაზრდული ენერგია და გამოცდილება უნდა იყოს სიმბიოზში მაგრამ სად დაარტყეს ნახეთ აღზრდის პროცესში დაარტყეს განათლების პროცესში დაარტყეს ეხლა ის დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდი კაცო ქართული მედიცინის სკოლა ვქონდა ქართული საისტორიო სკოლა ვქონდა ქართული მათემატიკის სკოლა ვქონდა ქართული საინჟინრო სკოლა ვქონდა ვქონდა ყველა დარგში ვქონდა რომელი გვაქვს და რომელი შეგვარჩინეს აი ნახეთ ბატონო თანგის ყველაზე მეტი მთავარი რაც იყო ყველაზე მეტი მთავარი უპირველეს ყოვლისა ის იყო რომ მათ მოსვლისთანავე რომ იტყვიან გაანადგურეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. რატომ გაანადგურეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები? ნახეთ, იქ იყო უზარმაზარი კვლევები. უზარმაზარი კვლევები ჩატარებული, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა. საქმე რა მოხდა? მოხდა ის, რომ ის კვლევითი ნაწილები გააუქმეს, დაწვეს, გაანადგურეს. ფაქტობრივად ეს დაწვა იყო ჩვენი ქართული სახელმწიფოებრივი ნიჭის, ჩვენი ქართული სახელმწიფოს მიღწევების და იმის შედეგი არის ის, რომ დღევანდელ დღეს უყავს ეს გვარამიები, რომლებიც ეს გვარამიები ადგა ამას სათავეში გახსოვთ. გვარამია ერთ პერიოდში განათლების მინისტრი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როგორი ცინიზმი იყო. საქართველოში განათლების მინისტრი ლაპარაკობ რაც ჩვენი ქვეყანა არსებობს და მეტიც მინდა გითხრათ ხელმწიფის კარის გარიგება არის ასეთი ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით სახელდარბაზის ხდომა როდესაც იმართებოდა რექტორი გელათის უნივერსიტეტიდან ჯორით უგზავნიდნენ და უნდა ჩამოეყვანან და რომ შემოვიდოდა დარბაზის ხდომაზეო მეფეო ნოხის პირთან უნდა მიგებებოდა მასო ესე იგი ფაქტობრივად მეორე კაცი იყო ქვეყანაში ქართველი კაცი ცნობიერებით ასე იყო ჩემს მახსოვრობაში განათლების მინისტრი ეს იყო როგორ გითხრათ იცით რაღაცა საოცარი მოვლენა საოცარი ქართველი კაცისათვის მართლა დაფასებული კაცი და აქ რა ნახეთ რა გააკეთეს წავიდა განათლების მინისტრობიდან გვარამია თუ გააგდეს და ეკითხება ჟურნალისტი რატომ მიდიხარო და განათლების მისაღებად მიდიარე ყურვაში ახლა ამაზე მეტი საშინელება შეიძლება კაცო რაიმე ითქვას გვარამია არ იყო გამონაკლისი მეგონი მაგ დროს ყველა მინისტრმა ეგრე იქნა გადადგებოდნენ მე მიდიოდნენ მე ჩემო ძვირფასო მეგობარო კიდე ერთ რაიმეს მივაქციოთ ყურადღება ნახეთ როგორი გრევა იყო უნივერსიტეტი დედა უნივერსიტეტი ჩვენი ალმა მატერი ჩემო ბატონო საიდანაც დაიწყო ქართული ყველაფრის წარმოდინება ხო და რომლის ფუძემდებელი იყო ივანე ჯავახიშვილი. იმ უნივერსიტეტს 30-იან წლებში ტროცკისტებმა ვიცით რაც გაუკეთეს 20-იან წლების პირველ ნახევარში, მაგრამ მე ბუმბერაზები ედგნენ სათავეში. მარტო ნიკო კეცხოველი რა დღის, კაცო. იმ უნივერსიტეტის ეზოში რო გაივლიდა, რა ბალახებიც რთოდაო, მაგრამ რთოდა და სტუდენტებზე
და ბალახები და სტუდენტები რატო მისი რიდის გამო მისი პატივისცემის გამო ვინო საოცარი კორიფეები ყავდა ნახეთ ახლა აღარ დავასახელებ სახელდაგვარებს ვინ ჩიტირეკიები მოიყვანეს შემდეგ ხო რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია რო იტყოდა იმის არ იყოს ისეთიო ჟურნალისტებიო ისა იბრალებენ წერლობასო რომელთა ნაშრომებსო ჭლეთ ყატაც აიკიდებდაო ანალოგიური სიტუაცია ზოგიერთი ისეთი მოიყვანეს რომელსაც ერთი სტრიქონის დაწერილი არ აქვს მეცნიერული თუმცა სამეცნიერო ხარისხები მისცეს მაშინ კი ბატონო და არცა საჭირო ის რატომ უნდა იყოსო მეცნიერიო მენეჯერი უნდა იყოსო და ასეთ აი ამ დონეზე უნდა დაყვანა და მახსენდება განათლების ერთი მინისტრის მოადგილე იყო ჯიბლაძე ხო და მას პატრიოტიკაცი იყო ეთყობა 90-იან წლებში და მას აქვს ასეთი რაღაცა ნათქვამი რომ ჩვენ რო შეხვდნენო ის ეგრეთ წოდებული სოროსის წარმომადგენლები რომლებიც დახმარებას და ასეთ რაღაცებს გვიწევდნენ იმ პერიოდისათვის გამითხრათ რადგინა თქვენ მეცნიერებაო რადგინათო მეცნიერებაო რა თქვენთო აი ესეო რა ქვია თარგმნეთო უცხოეთშიო წიგნებიო რაც არ გადმოთარგმნეთო და იმას თუ წაიკითხავთო თორე რა ისედაც გამოგონილია უკვე ყველაფერი ამის შედეგი არის ის რომ ჩვენთან შემოვიდა აკადემიური დოქტორი და არა სამეცნიერო დოქტორი აი თქვენ წარმოვიდგინეთ ქვეყანაში რომელსაც ყავდა ნიკო მუსხელიშვილი რომელსაც ყავდა ილია ვეკუა რომელსაც ყავდა შოთა მესხია რომელსაც ყავდა კორიფეები ვერ ჩამოთვლი ივერი ფრანგიშვილი და ბევრი ასეთი მეცნიერები დღევანდელ დღეს სამეცნიერო ხარისხს კი არ ანიჭებ აკადემიური დოქტორი აკადემიური ისე რა თუ რაიმეს დაჯღაბნი არაფერი არ ამაკ აი ეს იყო მიზანი მიმართული პოლიტიკა ეს იყო საქართველოს განათლების დაქცევის პოლიტიკა და სკოლებში რა ხდებოდა სკოლებში რა დონებზე დაიყვანეს სკოლები რაც როდესაც ელაპარაკები პატარა ბავშვს როდესაც ელაპარაკები რომ ეს და ეს ქვეყანა ნათელი აქეთაა შავი ესე იგი ბავშვებს როდესაც აი მაგალითად როდესაც ველაპარაკები ახალგაზრდაშვილიშვილის მეგობრები როდესაც მოდიან ჩემთან და ხანდახან მივარდება ბავშვებთან ვარ მე თელი ჩემი ცხოვრება და მიყვარს ბავშვებთან საუბარი ვერ წარმოუდგენია ჩინური კულტურა რა არის ხო აი ეს საერთოდ ცალკე ტრაგედია არის ეს ხო არ არის ინოვაციური განათლება არიციან ახლა თქვენ წარმოიდგინეთ წეგან დონალდ ტრამპზე ვლაპარაკობთ მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა რო ის თქვა რომ ირ არის უნდა ცივილიზაცია უნდა განადგუროთო ახლა ამის შემდეგ რაზე შეიძლება კაცო ლაპარაკი ირანის ცივილიზაცია მარტო ირანელ ხალხს და მე და თქვენ ხომ არ გვეკუთვნის კაცო მარტო ეს ხომ სოფლიო მოვლენა იყო კაცო შეიძლება სოფლიო ცივილიზაციის განხილვა ირანული ცივილიზაციის გარეშე ერთ-ერთი უძველესი და საყრდენი მთელი სოფლიო ცივილიზაციების ბოლო-ბოლოდ შეიძლება ბევრი რაღაცა ითქვას ევროპელებმა საჯვაროსნულ ლაშქრობამდე ევროპაში მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ხელპირის დამანა რა იყო არ იცოდნენ არაფერი საერთოდ ვაშლი არ იცოდნენ საერთოდ ლეღვი არ იცოდნენ საერთოდ ციტრუს წარმოდგენა არ ჰქონდათ როგორ შეიძლებოდა ისა სურნელოვანი ისა საპანი შეიძლება თქვა დღევანდელი ტერმინოლოგიით ეს არაფერი არ ქონდა აქედან წაიღეს ეს ყველაფერი აღმოსავლეთიდან შევიდა რა თქმა უნდა ხო და ეხლა როდესაც შენ ერთი ხელის მოსმით ამას ყველაფერს ანადგურებ ამის ერთ-ერთი დამასწავლებელი ფაქტორი რა იყო ერაყში უდიდესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა იყო თავის დროზე ხო შუამდინარეთი აქ იყო ჩემო ბატონო კი ბატონო აქედან იწყება საერთოდ ცივილიზაცია აქედან იწყება და როგორი მოპყრობა და როგორი დაბომბვები რისთვის ნავთისათვის და ასეთი რაღაცეების მე მესმის დღევანდელ პირობებში მაგათთვის ბაბილონის გოდოლი არის და ბაბილონის კოშკი არის ნავთი და ფული მაგრამ კაცო ეხლა არ შეიძლება ღმერთი არ მოითმენს იმას არც ერთ შემთხვევისათვის და არც დაუშვებს რომ ვიღაცა ჩიტირეკიებმა და ვიღაცა მედროვეებმა სოფლიო კაცობრიობის ისტორია გაანადგურონ ამათ საშუალება რომ იცით იმასა ფულისათვის ეგვიპტის პირამიდებს დაბომბავენ აუცილებლად ეჭვს არ მებარება ხო და ეხლა ამაზე როდესაც ზრდი ბავშვებს და ამას ელაპარაკები რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სადაც არის ნათელი და დანარჩენი ყვარყვარე რო იტყოდა თუთაბერი უკუნია და სიბნელე ეს
რა თქმა უნდა, აღქმა აქვს იმ მოზარდს იმისა, რომ შემთხვევით არის არა ნათქვამი და ძველი ისა პედაგოგიკის კლასიკოსები ამბობდნენ ტაბულა რაზაო, სუფთა დაფაო, ბავშვიო, რასაც დაწერ, იმას ითვისებს და აღიქვამსო. ბოლოს და ბოლოს ჩემოთენგო ისე მივიდა საქმე, რომ ნახეთ როგორი სიტუაცია იყო. ევროკავშირის წარმოთქმა ეს უდელი უფრო მეტად გააკრიტიკებდა სახარებას ეკლესიაში. გარკვეულ აზრით ლაპარაკობდნენ, რა შეიძლება იქ არიან წმინდანები. კი, საკრალიზაცია მოხდა. საკრალური ხალხია, მაგათ შემობატონო, ისეთ მიშას რო დაცლოდა, ახლა ფონ ლაიენების სურათები სასკოლო ოთახებში ჩამოგიდებული იქნებოდა. იქა იქნებოდა კალასები, კოსები და ასეთ ქოსები თუ ვიღაცები. ეს იქნებოდა. იმიტომ რომ მათ ეს დავალება ჰქონდათ მიღებული და გვახსოვთ ეს გავიხსენოთ. რანაირი მასწავლებლები ჩამოგვიყვანეს იქედან. გახსოვთ? კი, ინგლისური ცოდნოდა, ოღონდ და არაფერს რო არ უყურებდა. ვიღაცა შარახვეტეა ფლეჩერი რო იყო, ახლა არ გამეორებ მაყურებლის წინაშე. რა იყო, რას ასწავლიდა, რას ეთაყვანებოდა და რას აკეთებდა. მას ამათ რომ ეხლა ჩემო ბატონო, აი ფლეჩერის გამო, რაც იყო და რაც ის აკეთებდა, ის კაცობრიობის ისტორიაში იყო, ფალოსის კულტი კაცობრიობის ისტორიამ გაიარა, მაგრამ უტვინუები რო არიან ამათთვის და წაკითხული რო არაფერი არა აქვს და არიციან ჩემო ბატონო, იმიტომ მიუთითებ და მე სადა თქვენი ადგილი ბუჩქებშიო. აი ამ იდეოლოგიით აღზრდილმა ახალგაზრდობამ არა მხოლოდ აი განათლება, მე რახან ამ თემაზე ვარ და აუცილებლად უნდა ვთქვა სკოლებზე როცა ვსაუბრობთ, განათლების ხარისხი ეს ხო ერთი ცალკე ტრაგედია და პრობლემა არის. აი რაც თქვენ თქვით იდეოლოგიზირება და თან მცდარი იდეოლოგიზირება, როდესაც ხდება სამყაროს ერთი ნაწილი წარმოაჩინო მხოლოდ სინათლეთ და ყველაფერი გარშემო არის უკუნი. აი ეს მეორე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მე აი ხა რო პარალელს ვავლებ ხოლმე ხო და 20 წელია 21 წელია დავამთავრე სკოლა. ჩვენს თაობასა და დღევანდელ მოსწავლეებს შორის აი ვხედავ ამ განსხვავებებს, რაც აი დაკავშირებული არის მორალურ მხარესთან თუ არ ვიცი რა ეთიკასთან, ქცევასთან, ის რომ აი მასწავლებელი საერთოდ აღარ არის ავტორიტეტი. მე აი ერთ-ერთ ეთერში უყურებდი პირველ არხზე გადიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე სხვა შორის ეს გადაცემა, სადაც ბავშვები განიხილავდნენ, რომ რატომ უნდა ავდგე ფეხზე, როცა მასწავლებელი შემოდის. ეს ხო იმისი ნიშანია, რომ მე მას თანასწორად არ აღვიქვამ და რატომ უნდა აღიქვა მასწავლებელი შენს თანასწორად. ის ხო ავტორიტეტი უნდა იყოს შენთვის, შენ ხო მის მიმართ რაღაც პატივისცემა უნდა გაგაჩნდეს. აი ეს მომენტიც მიზანმიმართულად მოხდა, ხო ამის აბსოლუტურად ყოველ სიტყვაზე გეთანხმები. აბსოლუტურად ეს მოხდა, ეს იყო გეგმა შედგენილი. ეს იყო გეგმა შედგენილი თუ როგორ შეიძლება თანავე პოსტმოდერნისტულ საზოგადოებაში მოახდინო ის, რაც ჩვენთან მაგათ მოახდინეს. ეხლა ამას ნახეთ რა იყო, იცი? როდესაც ჩერჩილი ბოლოს გამოვიდა ისა 90 წელს მიაღწია და როდესაც გადაუხადეს დაბადების დღე, ინგლისის პარლამენტი, ლორდთა პალატა ფეხზე წარმოუდგა და აქეს და ადიდეს. იცით რა თქვა? მე ნუმაქებ და მადიდებ და უთხრა. ყველაზე მეტად აქებ და ადიდეთ ნიკიტა ხრუშოვიო. იმიტომ რომ რაც მე გაუკეთე საბჭოთა კავშირსო, 1000-ჯერ მეტი მან გაუკეთაო. იმასო რუსეთმა პურის საბჭოთა კავშირმა პურის ყიდვა დაიწყო კანადაში, დასავლეთში. მაშინ მეორე ბრძნული სიტყვა თქვა, ამას მოხერხება უნდა. ამას მოხერხება უნდა, რომ რუსეთს ისე გაუხადოს საქმე, რომ უცხოეთში კანადიდან იყიდოს პურიო. ამას მართლა დიდი ძალები უნდა, რომ საქართველოში შიმშილი შექმნა განათლების. და რომელიც ჩვენ სახეზე გვაქვს დღევანდელ დღეს. რომელიც სახეზეა დღევანდელ დღეს, როდესაც ვერაფერს ვერ გელაპარაკება. წარმოიდგინე, ახალგაზრდა ვერაფერს ვერ გელაპარაკება, ელაპარაკები არგუმენტებზე ხო ლაპარაკი გარკვეულ ძალებს ყველაზე რა თქმა უნდა ყველაზე ლაპარაკი არ მაქვს, მაგრამ ნახეთ რა ჩაუტენეს თავში და ასე უბნები. როდესაც არგუმენტებით ელაპარაკები და ვერ პასუხობს ვერაფერს გელაპარაკება. ეს პრორუსულია. ეს რუსულია. ეს არის უკანასკნელი არგუმენტი რაც ეს სტიგმა ჩაუდეს თავში და ეს არის ახლა
ამის შესახებ რა თქმა უნდა ახლა მას ძალიან დიდი მსჯელობები და რაღაცეები. ეს არის სპეციალურად ნამოქმედები იმისათვის, რომ როგორც ლაბორატორიაში გამოყავთ ვირთხები, ჩემო ბატონო, ლაბორატორიაში და ცდებს ატარებენ მასზე, ასევე სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი მოაქციეს ასეთ სიტუაციაში. მაგრამ ახალგაზრდასაც ხო აქვს კაცო თავში twini, რომ რაღაცა რას გულისხმობ უბრალოდ, აი თქვენ მასალას ბრძანებთ, რომ აი ეს პრორუსულის იარლიყის მიკერება, ესე იგი, როდესაც გავთავდება არგუმენტი, ვერ პასუხობს ვერაფერს, იტყვის, რომ აი რასაც შენ ამბობ მაგას, რომელიღაცა წლის ინტერვიუში პუტინი ამბობდა. და შეიძლება მართლა აქ ნათქვამი პუტინს ეგეთი რაღაც ამოგიღებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ ტყუი. რატო ჯერ ერთი რა ვიცი, იქნება ის პუტინის სიმართლეს ამბობს, იმ მომენტში რატო არ უშვებ მაგ ყველაფერს, მაგრამ თუნდაც პუტინს რაღაც კონდეს ნათქვამი, თუ კი შენ ვერ პასუხობ არგუმენტით, აი ხო არ შეიძლება რომ მხოლოდ იმიტომ რომ იქ პუტინმა რომელიღაცა წლის რომელიღაცა ინტერვიუში რაღაცა თქვა, ამიტომ მე აღარ მაქვს უფლება რომ გავიმეორო პირობითად ეს აზრი, ან შეიძლება საერთოდ არ მქონდეს ეს პუტინის აზრი. თენგო საქმე რაში არის კიდე ერთი რაღაცა. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა რა დეგრადირების დონემზე შეიძლება მიიყვანონ მაგათ ადამიანის. აი გახსოვთ თქვენ, ჩვენ მაშინ გვეშველება, როდესაც რუსეთი ჩამოიშლება და დაინგრევა, ხო? კარგი. ახლა მოდი ამ ადამიანებს მე ვეკითხები. რუსეთი და თავში ვლაპარაკობ, რუსეთი ოკუპანტია. თქმა არ უნდა. კი ბატონო, რასაკ. მაგრამ მეორე სიტუაცია, რუკა თუ აქვს მის ცხოვრებაში ნახული. რუკაზე რუსეთი რო დაიშალოს, რა მოხდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრები მუსლიმური მოსახლეობა საწავა მითხა. ეგენიო ერთმანეთს დაერევიანო და ჩვენ არ ხო და აქ იქნება ისა რა ქვია მეგონება 30 წლის წინანდელი გამოცდილება არ ქონდეს ვისი ნამდვილად იბრძოდა მთელი ჩრდილოეთ კავკასია მაშინ და სად იბრძოდა და რამხელა უბედურება გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ამაზე მაქონდა სულ ლაპარაკი რომ აი რუსეთი დაიშლება ეს იმას კი არნიშნავს რომ ის ხალხი გაქრება ვინც იქ ცხოვრობს ხო მართალია მუსულმანური მოსახლეობა რომელიც პირდაპირ გვესაზღვრება ეხა ის კადიროვი ვინ არის და რა არის რო ვიცით დამოუკიდებელიც რო იყო ჯობია თურმე აი ამათი ჭკუით ახლა მეორე საკითხს ვიტყვი კიდე არის ასეთი რამ ნაც მოძრაობა არის ჩადებული ეს ტვინში ნაც მოძრაობა არის პრო დასავლური ძალა მე უსვამ კითხვას რომელიც მქონია კი ბატონო დავიჯეროთ ნაც მოძრაობა არის პრო დასავლური ძალა მაგრამ როგორ შეიძლებოდა ნაც მოძრაობამ რომელიც ხელისუფლებაში იყო 2008 წლის აგვისტოში 2008 წლის სექტემბერში საგარეო საქმეთა მინისტრად დაენიშნა 2009 წელს საგარეო საქმეთა მინისტრად დაენიშნა რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაჟაძე. ამავე დროს მანამდე ამ რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაჟაძე რომელიც კულტურის მინისტრი იყო რომელიც რუსეთში ატარებდა საქართველოს დღეებს სექტემბერში 2008 წლის სექტემბერში გამაგებინეთ კანდიდატიც იყო მე უკვე 2018 ეს თავად კიდე ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე იყო რუსეთის მოქალაქე ამავე დროს MGU-ს დამთავრებული და ამავე დროს კოსმოსური კვლევების ცენტრის თანამშრომელი გრიგოლ ვაჟაძე ჯარაფერს არ ვერჩი მე იმ კაცს წავიდა ის პოლიტიკიდან და არას მისთვის მაგრამ მე ლოგიკურ აზროვნებას ვერ ხვდები აქ ვერაფერს რა როგორ შეიძლება მე ვთქვათ რომ ისა ხოშტარია ელენა ხოშტარია ბიჭო იღებს არავინ არ უარყოფს ელენა ხოშტარიას ოჯახი რომ იღებს თავად არ ლაპარაკობენ რომ რუსეთიდან იღებს ფულს იმიტომ რომ თითქოს ის ცხონებული სოლიკო ვირსალაძე მისი მამის ბიძა იყო თუ რაღაცა და იქიდან იღებს ეხლა ელენა ხოშტარია ხმალამოღებული თუ დაუჯერებ ტელევიზორს და ტელევიზორში მის გამოსვლებს ებრძვის რუსებს ხო? ასია ბატონო. პირველი ანტირუსია. ახლა პირველი ანტირუსია. ბიჭო, ეს პუტინო არ იცის? ანდა ის ფული მოდის პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ახლა საავტორო უფლებებს ხო არ დაარღვევს პუტინი. მაშინ პუტინზე მეტი დემოკრატი დედამიწის ზურაბზე არავინ არ ყოფილა. ამას ჭირდება რა? რომელსაც ქვიოდა თქვენს და ყველა ჩვენ თაობებს გვასწავლდა ლოგიკა. და ლოგიკური აზროვნება. ამას ახლა კაი სოფელში და ნებისმიერ გლეხს აი დაახლოებით 50-დან ზემოთ. რო გითხო გეტყვის ბიძია რატო მაშინვე არ დაფიმდა ჩვენი კაცი ქართველი კაცი უჭკვიანესი და უნიჭიერესი ესე დღემდე ის საკუთარ თავს ვერ მოიტანდა ეს მასე იქნება აბა რა იქნებაო გეტყვით რომ მაგრამ ისე დააპროგრამეს რომ
ამას ვერ ხვდები. მეტიც მე მქონია შემთხვევები, კაცო, 2023 წლის მარტში 2023 წლის მარტში რაც მოხდა მაშინ რუსული კანონი ველაპარაკებოდი ახალგაზრდებს ძალიან კარგ ბავშვებს სხვათა შორის ადამიანურად ის კი ბატონო რუსულია ხო ლაპარაკობთ მოდი გავარჩი არაო მაგას გარჩევა არ უნდაო რუსულიაო მაშინ ეგ ჩაუდეს თავში და მე არ ვიცი უბრალოდ ეს როგორ მოახერხეს ეგრე იყო ნამდვილად სიამაყით ამბობდნენ რომ არ წამიკითხია და არ გამიცნო მაგრამ ესეა მაგრამ აი დაარწმუნეს რომ ამისი განხილვაც კი უკვე რაღაც შენ ესე იგი შედიხარ რუსულ პლატფორმაზე, როდესაც ამის განხილვას იწყებ, ამიტომ არ უნდა განიხილო, დებატიც არ უნდა გამართო, არ უნდა შეეკითხო, არ უნდა მოისმინო არაფერი, უბრალოდ უნდა ირწმუნო, აი ესე როგორც ბიბლია უნდა გწამდეს, ისე უნდა ირწმუნო, რომ ეგ არის რუსული. თორე თუ დაფიქრდი მაგაზე, უკვე შენ რაღაც რუსული გავლენის ქვეშ ექცევი. კაცო, ესეთი ნარატივი დახესეს მაშინ. ის კვირა იყო, ორშაბათს იყო, პრემიერთან დებატებში რომ იჯდა ოპოზიციის წარმომადგენლები, ხო? ერთი კითხვა დაუსვა და როგორი საინტერესო რამე იყო და იმას ვიტყვი და მე ჩემსაც დავამატებდი. კაცო, თქვენ არ იყავით რომ იძახთით რომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, რომ ყველა მათგანი იძახდა, ვინც იქიზდა. ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს. აი როგორი საქმეა. ესე იგი მე ახლა გავაკეთე ის რომ მაიკ ტაისონას შემობადონო არაუშვა რინგზე. როგორი საქმეა? მე ხო და ამ დროს დაუსვამდი მე ჩემი მხრივ ასეთ შეკითხვას ამ ადამიანებს. ბიჭო, ერთი რამ თქვა, ერთი მე ბევრსავლაპარაკობ. როცა დებატებში მაგათთან ვიყავი, მაშინ ზოგიერთ მათგანს ვეკითხებოდ, არ მოგწონს შენება, რაზე ლაპარაკი, არ მოგწონს კეთება, შეიძლება კრიტიკა მან. ბიჭო, ერთი კაი გაკეთებული ამ 14 წლის მანძილზე, ერთი თქვი. იდეა ფიქსი არის რა, იცით? მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ჩემი კრედო არის ბატონო თენგის ჩვენ დიდი ხანი შენ ჩემი უმცროსი მეგობარი ხარ და დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობთ ერთმანეთს ჩემი კრედო არის რა იცი მე სანამ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა ომში ვართ ფაქტობრივად ომია რა ომი ირგული ომია ამიტომ ასე კარიჭაში ჩამდგარი არ ვიქნები თუმცა როცა საჭირო იყო და მე ჩემი ხედვა მქონდა განათლების სისტემის მიმართ და არ შეუდგები რა იყო და როგორ იყო მე ჩემი პოზიცია დავდექი და გამოვხატე იმიტომ რომ მეც მეჯერა და მე ვლაპარაკობდი რომ ეს არ იქნება ქვეყნისათვის კარგი თორე ეხლა ედიშე გვენედაძეს ერთი წუთითა და ვერ წამომაყვედრის ვინმე ვერაფერს რომ ვინმე ხელისუფალისაგან რაიმე ანხელფასი ან თანამდებობა, ან რაიმე პრივილეგიები ქონია. თელი ჩემი ცხოვრება ავტობუსით დავდიოდი და ავტობუსით დავდივარ, რომელიც კიდევაც მიამაყება. ხო და ამიტომ ლაპარაკობ ჩვენ, როდესაც კარგადაა დათა თუთაშხიაში ნათქვამის, კაცი კი არ უნდა იყოსო, ხელფასო ხელფასი კი არ უნდა იყოსო, კაცი უნდა იყოსო, ხელფასო. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში დღევანდელ დღეს, რომ შეიძლება კაცი იყოს თანამდებობაზე და ფიქრობდეს, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭო, მაგრამ ისეთი სიტუაციაში ვართ, რომ ერთ წუთს შეიძლება გამოუაროს ისეთმა რაღაცამ, ის მთელი წლობით მოხვეჭილი, ნაშრომი ერთ წამში გაუნადგურდეს აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი. ამიტომ ეხა ეს არის დღეს არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ამ ყოფნა არ ყოფნის საკითხიც ჩემო აი რაღაცა ორი კინკილა ქართველი დავდივარ დედამიწაზე ჩემო ბატონო და იმათაც ერთმანეთს უნდა გადავეკიდო არც ეს შემთხვევისათვის ჩემო ბატონო არც ეს რომ მუდმივად ერთმანეთში ვეძებთ მტრეებს აი ეს არ ვიცი როგორ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში მაგრამ ალბათ სამწუხაროდ ჩვენი ეპოქის პრობლემა არ არის ეს და თქვენც როგორც საუბრობდი და იგივე დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდია და დიდი კლასიკოსებიც ამას წერდნენ მუდმივად და მანამდე შეგვიძლია რა თქმა უნდა გავიხსენოთ რომ აი ეს ერთმანეთის დაჭმა არ ვიცი რატომღაც არის ჩვენი თვისება ბატონო ედიშერ კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მოხდა დღეს და მინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან რომელიც მან დღეს გამართა როგორც ცნობილი გახდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თუ შეიძლება ვნახოთ მოდით ეს ვიდეო გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. ჩინეთთან საოჯრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირ წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. ძალიან საინტერესო განცხადებები იყო. თავისთავად მოდით აი ჯერ უბრალოდ ჩინეთთან დაკავშირებით რომ თქვა თქვენ თქმის არ იყოს ქართული საზოგადოების ახალგაზრდობის მნიშვნელოვან ნაწილს რატომღაც წარმოუდგენია რომ აი ჩინეთში კულტურული სახელმწიფოა ამასთან შეიძლება დაგცინონ ეს რომ ამაღლა თქვა ეს სამწუხაროდ არის საკუთარი გაუნათლებლობის დემონსტრირება პირველ რიგში რასაკვირველია იმიტომ რომ ჩინეთი ეს არის უძველესი 5000 წლოვანი სახელმწიფო სადაც აი კულტურა უწყვეტად ვითარდებოდა 5000 წლის რა ხალხი ცხოვრობდა და რა კულტურას იქმნებოდა დღესაც იგივე აღმოსავლეთში აკეთხო ჩვენ გავიარეთ უამრავი განადგურდა აი შუმერების თანადროული ცივილიზაცია ხო და აი რამდენი ცივილიზაცია შეიქმნა და განადგურდა ხეთები კაცო უზარმაზარი ისეთები რომლებზეც შეიძლება ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ქონდეს დღეს და აი ჩინეთში არ ყოფილა კულტურული წყვეტა ამდენი საუკუნე კი არა პერმანენტულად ვითარდება აი ეს სახელმწიფო და დღეს ეხა ქართველი ახალგაზრდა დგას და შეიძლება დაცინოს რომ ჩინელ ახალგაზრდას თურმე თვითონ რომ აი აქ ყველაზე მაქსიმუმი რაც შეუძლია გააკეთოს აი წარმოებას მაგალითად რომ ისწავლის უნივერსიტეტში ყველაზე დიდი შეუძლია რომ მე ეს წარმოება მაკდონალდში ბურგერი როგორ კეთდება ეს ნახოს დაასცინის ჩინელ ახალგაზრდას რომელიც იქ რო დაამთავრებს უნივერსიტეტს ავა და ატომური ბომბის გამოგონებაზე დაიწყებს მუშაობას ეს სამწუხაროდ ესეთ მდგომარეობაში ვართ თუმცა მეორეს მხრივ ჩვენი ჩვენმა სახელმწიფომ გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან და ხაზი გაუსვა დღეს სხვათა შორის პრემიერმა რომ ჩინეთი არის ის სუპერ სახელმწიფო რომელიც მიუხედავად აი განუზომლად დიდი სხვაობისა როგორც ტერიტორიული ისე სხვადასხვა ნებისმიერი რესურსის თვალსაზრისით ჩვენსა და ჩინეთს შორის აღგვიქვამს როგორც პარტნიორს თანასწორ პარტნიორს და ურთიერთობა და დამოკიდებულებაც აქვსო შესაბამისიო რო ვისაუბროთ აი ამ გადაწყვეტილებაზე ამ პერსპექტივაზე და მიგაჩნიათ რომ ეს მართლაც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა ბოლოდან დავიწყებ თქვენ ძალიან კარგი რამე თქვის შედარება როდესაც გააკეთეთ ჩინეთის და საქართველოს ტერიტორიის მხრივ ახლა და მოსახლეობის მხრივ ჩემო კარგი მოგეთ აი უბრალოდ ერთ ვიტყვი ერთ-ერთი აღწერის დროს იყო წარსულ წლებში თუ არსები 10-15 წლის წინადელი აღწერა რომელიც ჩინეთში ჩაატარეს და მოხდა ცდომილება რომ თურმე რამდენიმე სოფელი გამორჩა აღწერაში და ქონდათ იქ მერე განმარტებული რომ ბევრი არაფერიო 5 მილიონი კაცი გამოგჭაო აღწერაში ანუ ორი საქართველოს ხელა მოსახლეობა გამორჩა თუმცა მე რაიმე საინტერესო კარგი სინამდვილეს ვეთქვი მაყურებელს ერთ-ერთი ჩვენი ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელი ლაპარაკობდა ჩავატარეთო დიდ ქალაქებში კონცერტიო და მოეწონათო და ჩამოვიდნენო და ერთ-ერთი სოფლიდანო და გითხეს რომ კაცო კონცერტს თუ ჩავატარებ ჩვენთანო კი მაგრამ საიდან ახართო და სოფლიდან ვართ კი მაგრამ რამდენი ცხოვრობს განაზობელშია და კლუბი გვაქვს ეტყობა 5000 კაციო დარბაზში და ისეო სოფელში 10 მილიონი ცხოვრობს წარმოიდგინე და აი ასე თქვა ანასთან და ამ ქვეყნის შესახებ წარმოდგენა არ აქვს ვინც ასე ცინიკურად დაცინით მათ მით უმეტეს ნახეთ როგორი სიტუაცია ისეთი არის რომ თავად ამერიკელებიც ძალიან ბევრს ცდილობენ შეკავებას იმ ჩინური უდიდესი გეოპოლიტიკური საფრთხისა მათი რაც მათ ემუქრებათ რატომ ემუქრებათ იმიტომ რომ ნახეთ ჩინეთმა რა მოახდინა ეს ჩემო ძვირფასო მომავალო თაობა მე აუცილებლად უნდა იცოდეთ ჩინეთმა მოახდინა სასწაული ეს იყო სასწაული როდესაც ჩინეთის საშუალო ქვეყნიდან განვითარების საშუალო ქვეყნიდან უმოკლეს ხანში გადავიდა სასწაულ ეკონომიკაზე და სხვათა შორის რომ იცოდეთ ეს ეკონომიკა ეხლა ზოგიერთს რო წარმოუდგენია სოციალიზმი და სოციალიზმი სალანძღავს სიტყვა და სოციალიზმზე ყველაფერში რო ლანძღავენ და ასე შემდეგ სწორედ მათ სამაგიდო წიგნად
უდევთ ქართველი კაცის მიერ დაწერილი ეკონომიკური პრობლემების საბჭოთა კავშირში, რომელიც მან დაინახა 1952 წელს. დაწერა, მაგრამ მისი განხორციელება ვეღარ მოასწრო. და აქ რომ ლანძღვა და გინება იმ კაცის შემობატონო, ჩაბრძანდით ერთი ჩინეთში და ნახეთ. და ნახეთ ჩინური ცხოვრების დონე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მივესალმები მხოლოდ ამას. ალბათ ვფიქრობ, ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი უნდა მით უმეტეს, როდესაც სინძიპინმა გახსოვთ თქვენ წინაპრემიერი, ამის წინაპრემიერი როდი იყო ჩასული, მაშინ გაფორმდა სტრატეგიული ან მშობლობის შესახებ ისა ხელშეკრულება და დღეს უკვე ეს უკვე მოქმედებაში მოვიდა, იცით რა თქვა? საინტერესო ფრაზა თქვა მან და ჩინელი ის კონფუცის სამშობლოს წარმომადგენელია, არც ერთ შემთხვევისათვის ხაერზე ამას რასაც მე ვიტყვი ახლა არ იტყვის. აი რა თქვა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩინეთი იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. კი, ზუსტად ეს ფრაზა იყო მაშინ. კი ბატონო და ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რა მინდა იცი გითხრათ, ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ უნდა იყურებოდეს 4 მხრივ. აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. რატომ? იმიტომ რომ პატარა ქვეყნის გადამრჩენელი ეს არის და ჩვენი ისტორია ყოველ შემთხვევისათვის ამას გვასწავლის. რამ გადარჩინაო, რით მოვედითო, ილიას რომ ისა ყველა ილიას ლაპარაკობს და ამ დროს ილიასსათვის არც ერთ მათგანს ჩახედული არ აქვს. მის სიბრძნეებში სწორედ აქედან იყო ამომავალი ილია, როდესაც ლაპარაკობდა და მე მეორე დიდი ქართველი კიდე ნიკო ნიკოლაძე. იცით რა საოცარი ფრაზა აქვს მას ნათქვამი, საქართველო გავსო მზეს უმზირასო, მზეს საიდან ამოანათებს, იქეთ მიაბრუნებს თავსო. მეტი რა გინდა შეგაიმამიშვილო, გითხრა რომ არის საპირწონი არის სოფლიო კაპიტალიზმის მებაირახტრი შეიძლება ითქვას, შეიძლება ითქვას კი ასე, ამერიკის შეერთებული შტატები და მიაქციეთ ყურადღება ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დონალდ ტრამპი ირანთან ომის ასე თუ ისე მინავლების ფრაზაში გასვლის შემდეგ ჩავიდა ჩინეთში. და იმ მას 2 დღის თუ 3 დღის შემდეგ მას მიყვა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. როგორ დარბიან იმასავით, რა ქვია, ბეგლარას აკოშინებული ძაღლებივით ევროპელი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებენ იქა, მაგრამ აქაურ მოჟურნალისტურ ელემენტებს და აქაურ გვარამიებს ელაპარაკებიან, როგორ შეიძლება საქართველოს მაგათთან სხვაჯერს აი ეს ხელშეკრულება რაც გუშინ გაფორმდა საქართველოსთან, ზუსტად იგივე ტიპის ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთმა, ჩინეთთან, გააფორმა დიდმა ბრიტანეთმაც კი და დიდი ზარზენით გააფორმეს თან და იქ სპეციალურად აღნიშნეს, რომ აი ამ ხელა წარმატებას მივახციეთ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ჩინეთთან ასეთი ტიპის და ეს გასაგებიც არის, მე კი არ ვს რა ხავ ამის გამო ევროპას სწორია, რა საკურველია, მის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს უბრალოდ აი ჩვენ რატო გვაქვს ეს კომპლექსი და რამ დააჯერა ეს ხალხი ამაში, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესებით მოქმედების შესაძლებლობა, მარტო საქართველოს არ უნდა აკეთოს. თენგო რაშია საქმე, იცი, ქართველ კაცს უდიდესი სიბრძნეებია კიდე და ერთი რამ გამახსენდა თქვენ როდესაც ახლა ბძანეთ, ახლა გარკვეულწილად სარკაზმიდაც როდესაც ბძანეთ, ამინდა იცი გითხრათ. ისინი ფიქრობენ თუ გაუვათ, რატო არ უნდა გააკეთონ, კაცო, თუ გაუვათ ჩვენს მიმართ და თუ ისინი დიქტატს გვიბრძანებენ და არ გააკეთოთ ეს და როგორც აქ ყავდათ მათ თავისი შეშტიორკები და არ აკეთებდნენ მართლა, ისინი აქედან ძალიან დიდ მოგებებს იღებენ. ასეთი რამა ქართულ ფოლკლორში ნათქვამი, 2 კაცს დილეს მოშივდა ჩემო ბატონო და ერთმანეთს ეკიდა საბჭამოთ საუზმეო და მივიდათ ვინმე ბრიხვდანა. მივიდნენ შეჭამეს ის მოვიდა შუადღე სადილის საბჭამოთო და ისე იმბრიხვდანა თუ ვერ მივიდეთო ჭამეს ჩემო ბატონო წამოვიდნენ. და ახლა საღამოა ახშამი უნდა. ახლა დავხვნათ კაცო და თუ ვერ მიხვდება ისევ იმასთან მივიდეთ და იქ შევჭამოთო. გამიგეთ? ხო გამიგებს? გეტყვით ახლა რა ვთქვი? აი ანალოგიურ სიტუაციაში უნდა ჩვენი მოყვება. სანამდეც გაუვათ. თვითონ არ აქვს იმათ ზომა რომ გაჩერდნენ. არც გაჩერდება. კაპიტალიზმის კანონები მაგათ არც ერთ შემთხვევისათვის არ გააჩერებს. ახლა ჩინეთზე რო გვაქვს ჩვენ ყურადღება გამახვილებული, ერთი რამ მინდა გითხრათ ხალხო და ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ტურიზმი. ბიჭო, ისეთი კერა გვაქვს ამ ტურიზმისა ჩინეთთან მიმართებაში. ბაჯაღლოა ხალხო, ოქროა გორია, აგერ გორი. რომლებიც ეს ხალხი მაგათ მარქსიზმ, ლენინს დღესაც სწავლობენ და ჭკვიანი ხალხი
იმ კაპიტალიზმის კლასიკოსებს რო უწოდებენ და იყვნენ ნამდვილად შესწავლილი ოქონდე, ამას სწავლობენ. ანდა ჩვენთან ერთადერთი ქვეყანა ვართ ალბათ მთელი მსოფლიო პოსტსაბჭოთა სივრცე ერთადერთია სადაც ეს მიაჩნიათ აბსოლუტურ სისულელად და ამ დროს ეს სისულელია რატო ვლაპარაკობ ახლა ამას იყო ასეთი ცდელობა ჩინელებისა რომ მაგათ თუ არ ვწდები მილიარდ ნახევრიანი მოსახლეობიდან სადღაც 200 თუ 300 მილიონი კაცი პარტიის წევრი ყავთ. კი, ეს უნდა მეთქვა. თვითონ პარტიის წევრები რო ჩამოვიდნენ მარტო საქართველოში გორში. ხო და რა უნდათ, იცით? ყოველწლიურად იღებენ მილიონ თუ რაღაცა კაცი იღებენ პარტიაში და უნდათ რომ სტალინის ზეგლთან წაეკითხათ და დაედოთ ფიცი პარტიის ერთგულებით. თქვენ წარმოვიდგინეთ. ბიჭო, ეს შემოსავალს ხომ მოიტანთ? ჯერე მარტო აეროპორტი. კარგი ბატონო, ჩინელი ღვინოს ასლამსობა დაიწყეს ამ ბოლო ხანებში სულა. იქ გორში რესტორანი ხომ იქნება არის შემოგადონ. იმ რესტორანში ხო შევა კაციბა შეიძლება ყველაფერი მოითმინოს, მაგრამ საჭმელის უნდა შეჭამოს აუცილებლად, ხო? იქ ფოტოგრაფი შეუძლია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიიღოს კანონი იმის შესახებ, რომ ის სტალინის ზეგლთან, რომელიც დაანგრიეს შემოგადონო და იმასთან სტალინის სახლ-მუზეუმთან სურათის გადაღება აუცილებლად დაჭირდება. მოითხოვს ის გადააღებინი ადგილობრივს იქა ეს გააკეთე და ის ფული ბიუჯეტში შევიდეს და იმ კაცაც მიეც თქვენ შენ ხო წარმოგიდგენთ არა მართლა ამასინათ ყრილობაზე რო იყო მან გამოცხადა რომ ხო 150 მილიონი წევრი ყავსო თუ სწორად მახსოვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში მარტო პარტიის წევრები რო ჩამოვიდნენ რა გორში სტალინის სახლ-მუზეუმში ეგ არის ტურიზმის აყვავება ეგ იქნება რეალურად ხო ერთ უნივერსიტეტში მუშაობდი არ დავასახელებ ახლა ხო და იმ უნივერსიტეტს ჰქონდა ხალხშეკრულება დადებული ჩინელებთან და დადიოდა ჩვენგან სტუდენტები იქ რო ჩამოდიოდნენ მე სამწუხაროდ არა ვარ ნამყოფი რო ჩამოდიოდნენ იქიდან ეს ბავშვები რა ჩვენი სტუდენტები გაუცებული იყვნენ რა ის არ ქვეყანა არის რა კულტურა არის რა მომსახურება არის და როგორი ყურადღება და პატივისცემა არის უფროსსა და უმცროს შორის კაცო ეხლა ვინაც ელემენტარული ისტორია იცის და კონფუცის სამშობლო იცის და კონფუცის სიბრძნეზე აღზრდილი ჩინური საზოგადოება იცის ეს მე მგონი ძალიან მიესალმება ამას და ვიღაცა ჩიტირეკიებს ქართველი კაცი არასდროს არ უჯერებდა და ეხლა დღეს რაც ვნახეთ ეხლა პრემიერის გამოსვლის დროს ვიღაცები რაღაცას ვიჟუტურებდნენ ჩემო ბატონო იმათ ნახევარი წიგნის კი არა ადრე ჩემო კარგო გაზეთში იბეჭდებოდა ფეხბურთის ცხრილი ხო და იმ ფეხბურთის მიმოხილვაც არ ექნება წაკითხული იმ დონეზე არიან ამიტომ შეიძლება მაგათთან ლაპარაკი რა. ძაღლი ყებს ქარავანი მიდის, იყოს ეს. დიდი მადლობა ბატონო ედიშერ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობას მოგახსენებთ და დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ. შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებელს ანალიტიკოსი ბატონი ედიშერ გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.